რაც ჩვენ ნახეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ეს არის ტიპიური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა და როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩართვეს, იგივე ძალებმა ხედავთ ხომ ჯო ვილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხუზაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომლებიც და კერძოდ ამ შემთხვევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხევად. ბატონო, პრეტენზიები ბევრი ქონია დააპირებთ 2022 წლის არჩევნებზე ისაუბრა კასრების თემასთან დაკავშირებით. ეუთო დავას იგივეა და რა ვიცი, აპირებთ სადამკვირვებლო მისიის მოწვევას 2028 წლის არჩევნებში. სხვა ჩვენს რაც შეეხება ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ერთხელ მე ვთქვი მე საჯაროდ, მაგრამ არ ვიცი რამდენად არის ეს საჯაროდ ესე გავრცელებული. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც სხვადასხვა ფორმატში ამაც ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიშები სადამკვირვებლო მისიას, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირ ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნა. ვისი მხრიდან? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებისგან. იცით რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც გახლავთ ალდეს წევრი, აი ტერორისტი ლელორო ყავთ წევრად და რომელიც გამორჩევა ანტიქართული განწყობებით და აღარაფერს ვამბობ უკვე ევროპარლამენტზე მათი განწყობები გასაგებია. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ. მე ვფიქრობ რომ საჭიროა ფიქრი იმაზე მოიძებნოს მექანიზმი რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ რომ ეძულებინათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში და ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. ამიტომ არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, რომ ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, ანუ სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და მათ შორის ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა. ამიტომ ეს არის ფაქტი და ამაზე თვითონ სადამკვირვებლო მისიის წევრებს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჩემი თანდასწრებითაც არაერთხელ უსაუბრიათ. ახლა რაც შეეხება 2028 წელს, ანუ ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში და ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ეხლა როცა უყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი ამგვარი მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი რომელიმე მისია შესაძლოა იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვა უცხოელ ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს.